ხარბი. რა თემზიკა? რა შეგაიცა? მილიციონერი ხომ არა? ხიზილა ლარაგა, შავი. ლოკო მაქვს კინძვარში. გაიკვირვე, თორე პირველად ყიდულობ შენ. მოუსი აქედან თორე. შეაყოლე. აქიო კარგი. უკაცა. თევზი გინდა თუ ხიზილა? არცე? გადროა ვერ მეტყვია. მიწა სულიზროა. ეკა, ქალბატონოთა, რა ბაზარია? შვენიერი. რა ფერები? მონგოს აღშერჩა ფერი და ხორცი. ვაიმე, წყარო. შენ არ იცი რომ წყარო ხარ? რატომ წყარო? მე მინდა ვადღეგრძელო ქართელი ქალი. ქალი როგორც ყველა დიადი გრძნობების წყარო. მე რეთქენ ბატონ დიდინას ამ სადღეგრძელოს არ ეთანხმები? ხო და მითხარი ერთი რატომ უნდა დადიოდეს ეს წყარო ბაზარში და ტრაქავდეს აბსინძივე ჩამდებს. როცა არსებობენ ისეთი მუტრუკები როგორც ჩემი ქმარი. უი, რას გძანებ? არა, ვახტანგს ეს არ ეხება. ვახტანგის ვაკაცია. წარაკრაკდი ახლა საათში. წყარო. ეკა! რას გავს ეს? ამ ტუზი ამ შუა ბაზარში როცა იცი ამდენი საქმე აქვს. რა უნდა მოასწრო? რამდენჯერ გითხარი ყვავილები არ დამარახობ კი? შენი ვახტანგიც კაი ჯაჯღანა გამختარა. არ ვიცი რა იმართება ბოლო დროს. ყვავილები შეიძულა. რა შეიძულა? ყვავილი. კაი, ახლა ეკა რა დროს ყვავილებია? ერთი შეეკითხე, რამდენად ყიდის ეს აყუდებული ვაჟკაცი ერთ კონა ოხრახურს. კონად შავრი არ მოგწონს? ქალბატონოთა, რა მინდა გითხრათ? თქვენ როგორ დაიმე ჩემო ეკა, ახლა წავალ თუ რომ დამრჩა მშიერი ჩემი ზოოპარკი, ფიდობით გინაცა ნახავთ. ეკა, სადა ხარ აქამდე? სტუმრები უკვე სეიფში არიან. ვინ არიან? ფრანგი ტურისტები. ვაიმე. ძევასა. ამხანაგურ რადიო მსმენელებო, შეგახსენებთ დროს. თბილისის დროით 7 საათი და 45 წუთია. განვაგრძობთ კონცერტს. ვახტანგ. ხო. გესმის რას უკრავ? თუმცა შენ საიდან გეცოდინება ღმერთო ჩემო? 20 წლის წინანდელ ამბავს გაგონი. სოფელში ვიყავი იმ ზაფხულს, ბებიას ხორომ ჩაუვარდა ჭაში, გახსოვს? გახსოვს? ხო. ამას უკრავდნენ, სწორედ როდესაც შენი წერილი მივიდა. აბა თუ გახსოვს რომელი? არ მახსოვს. გინდა მთელი წერილი ზეპირად გითხრა, გინდა? მინდა. ურაუტანელია თბილისი უშენი. ორი გამოცდა დამჭა. სულ ვერ მაცადინე. დიასახლისი ამბობს, ამინდის ბრალია, არც კი ვიცი რა ამინდია, მგონი ცხელ. რომ ვიცოდე შენიანები შეეგუებიან ჩემს უდიპლომობას, მივატოვებ ყველაფერს და ჩამოვალ შენ. მივატოვებ ყველაფერს და ჩამოვალ შენთან. როგორ უხერხულიც არ უნდა იყოს ეს შენი სოფლელების თვალში. თორემ ბებია შენის ჭაში ჩავარდნილი ბოჭოლასიც კიფშობს, რომ ამოიყვანეს დიდხანს ვეფერეო. ასე ამწრდი. შენი კიდევ ერთი ახალი პორტრეტი დავხატე. სულიანი გავით. ცუდი არ უნდა იყოს. პორტრეტის კვალობაზე რა თქმა უნდა, თორემ შენთან შედარებით საშინელებაა. იმ ვარდისფერატნებს მოვიგონებ კვლავ. იმგვარად ვემდე. იმგვარად ვემდე. რა ხრობა ეს? შენ
დილამშვიდობის სამხანაგებო. ბარჯის ვიწყებთ ადგილზე სიარულით. გაიმართეთ, თავი მაღლა, ადგილზე ნაბიჯით. იარ. 1 2 3 1 2 ხომარით მესამე მიკრორაიონი, მეხუთე კვარტალი, მე-9 კორპუსი სად არის? მე-9 ანეს უნდა იყოს. ანეს ზუსტად ვერ გეტყვით. ნუ ღელა, შემოსვლას არ ვაპირებ. საჭმელი მოგეტანა. შენ ალბათ ნაწყენი ხარ. არ ვიცი, ეთყობა რაღაც ხდება ჩვენ თავს ვახტა. შენ ასეთი არასოდეს არ ყოფილხარ. გადავიღალე ალბათ. შენ საყვარელ საქმეს აკეთებ და რატომ უნდა იყო ასე გაღიზიანებული? იქნებ დადგა შემოდგომა ჩვენ ცხოვრებაში. იქნებ გათავდა რაღაც. ნოსულელო. კარგი ახლა იყოფა. ნუ არ მომასწრე. რახანია ველოდები ამ კარების გაღებას. როგორ გონი არ მაინტერესებს რა გააკეთე ამ ხნის განმავლობაში. ცოტა კიდე უნდა მაცონა. ზურიკო რომ ჩემო დედაშვილს ერთად გაჩვენებთ ყველაფერს. როდემდე უნდა იყო აქ ასე მარტო? ვიღაცის სახელოსნოში შეხიზნო. მე მარტო არა. შემოდი ოღონდ არ აღავდე. ეს ყველაფერი დროებითია და ჩემთვის სერიოზული არა. შემოდი. შედი. თუძმათან ერთად სწავლობდით, ბიჭო, არ ჩვენია ეს 50 სურათიც მიიღე მეთქი უთხარი, მაგრამ არ ქნა, ბიჭო. ქალბატონო, მობრძანდით. პორმარებზე დაგვეწიეთ, ბატონო, ვახტა გაკეთ მოიყვანეთ. მობრძანდით. აგერ დავბრძანდით ქალბატონო, აგერ რა ჩვენთან. შენ ნახვა მე ნადრება დათმრახვა მიამება შემრეგება როგორც ყოვზი ზიარება თალამაზო თახრამალე თორემ გამიჟდი ყანთი დავწავლე მეგობრებო, მე მინდა ვათხრეგზელო ჩვენი ოჯახების მფარველი ანგელოზები, ეს ზღაპრულად გაფურჩქბილი ყვავილები. ნება მიგოძებთ მოგილოცოთ, ქალბატონო ეკა. დღეს სამხატვრო საბჭომ ერთხმად მიიღო ჩვენი ყვავილების ყველა ასლი. რასაც აქ ხედავთ, რაც აქ არის მეგობრებო გამოფენილი, ორი ამდენი წაღებულია უკვე. ხვალზე ყველა ჩვენგანი და უპირველეს ყოვლისა ვახტანგი, როგორც ყვავილების ტახანოველი, წელგამართული შეხვდება ცხოვრების ყოველნაირ ვარიანტს. იცოცხლეთ? გაუმარჯო ჩვენს საყვარელ მიხაკებს და შიგადაშიგ გლიცინიებსაც. მე ეს ყვავილები გენაცვალე. თოლსულს მირჩევნია. თოლსული მხოლოდ ხარჯია. ყვავილები კი შემოსავალი. ეგი ბირიქით. ყვავილები აქ ამაყბატონო ამოსული. გაზაფხულის მოსვლას სიკვდილით თოდადები ხოლმე. და? ქალბატონო ეკა. ოიცა. ბატონებო და ქალბატონო ეკა. ჩვენ ვართ მხატვრები, რომლებსაც დროზე გეყო ჭკუაც და სინთეზიც, რომ სოფლიო შედევრების შემხედვარებს აღარაფერი კვეთხიბნა. ასე არა ბიჭო? მოჩით ახლა ხლაბუც. ჩვენ კეთილშობილი და უწყინარი ყვავილების ხარჯზე უპრეტენზიოდ ვარჩენთ ჩვენ ცოლშვილს. ბიჭები ხუმრობენ, აკა არ იცი ამათი ალბათ. რა ეწყი? ეხლა მომავალ. რატომ აჩქარდი? მაგვიანდა. ისე გაგვიანდება რომ დამშვიდობებას დაგავიწყდა? მე ეხლა როგორც მასპინძელმა შეურაცხყოფა და დავრუნავ ვიკრძნო თავი. ბოდიში მომხადესხებდა.
ამოდე და გითხარი მაინც. რას გერჩი ბატონო? შენ მინდას გერჩი სამსო. აჰა, გასაგებია. მე არ ვდებ თავს კარგ მხატვრობაზე. მე კარგი კაცობის პრეტენზია მაქვს. ამისათვის ფულიც მჭირდება ხანდახან. ამიტომ ყვავილებს კი არა, თუ გინდა სულ სარეველა ბალახებს ვხატავ და ვხატავ. ამას მე ჩემ თავზე ვამბობ. ვახტანგს ეს არ ეხება. მერე? რა, მერე? ვის ამტყუნებ ამაში? ვის ამტყუნებ? მაინც ვაპირებდი შეთელაპარაკ და მოდი და გეტყვი ყველაფერს. გისმენ სამსო? ვახტანგი ყოველთვის ასეთი იყო? როგორი? აი, ასეთი, ხასიათით. ვეღარ ავცნობ. სულ გაღიზიანებული. არ ვიცი რატო. მე ვიცი. რატო? ვახტანგი ამას სიძულებით აკეთებს ყველაფერს. რამაც შენ არც აგაღელვა დღეს. მერე ვინ აიძულებს სამსონ? შენ? მე? ხო, შენ. შენ აიძულებ ისე რომ ვერც გრძნო. ჩვენი შრომა სხვათა შორის სულ არ არის სათაგილო. დიდად საჭიროა. რა თქმა უნდა, სამსონ. მაგრამ ვახტანგი არ უნდა ცდებოდეს ამაზე, გესმის, არ უნდა ცდებოდეს. მე. ო, შენს გამო, შენი სიყვარულით აკეთებს ამას, შენ ესოდები. ესე იგი თავს აწოდებ ალბათ. არა, ძალით კი არა. ძალაუნებური. ნახომ ხედავ. ნებას ვერ აძლევს თავის თავს, ასე ვთქვათ, შენი შრომის ხარჯზე აკეთოს თავისი დიდი საქმე. დალევს მე ორჯიქას და ჩვენ დაგწოფავს ხოლმე. ხომიცოდე სამსონ. რა გიხარია? სამსონ. გამოდის ამ კაცს მართლა აგრძნობინეთ სახში რაღაც. უბიზგეთ აქეთ და თან ემდურით? აუცილებლად გაკოცებდი, ჩემო სამსონ, წვერი რომ არ ხონდეს ასე გავურძგნული. არც ერთი სიტყვა. შენ ალბათ ჩემთან შერიგებას არ აპირებ, მაგრამ მე ვიცი ერთი უებარი წამალი. არავითარი წამალი მე აღარ მჭირდება. იცი რა ბედნიერი ვარ დღეს. რითი? რაც ნახე და გავიგე იქ სახელოსნოში. სასიხარულო რა ნახე და რა გაიგე? შენი შეცვლის ნამდვილი მიზეზი გავიგე. იცი როგორ შემიშინე. ასე მეგონა რომ ყველაფერი გათავდა. ჩვენ ერთად აღარასოდეს აღარ ვიქნებ. თუ შენ მართლა ფიქრობდი რომ ყველაფერი ამას, რომ ყველაფერი ეს ჩემი და ზურიკოს გულისთვის იყო საჭირო. აბა ისთვის. არაფერი. შენ ახლა შენ ნამდვილ საქმეს დაუბრუნდები და ჩემს მიმართაც ისეთი გახდები როგორც იყავით. ალბათ დავანებებ თავს, მაგრამ ჯერ არ გამომშვიდე. ვინ დაგახევს კავთას? ზურიკოს რადიოგრამა მოვიდა. სადაა? ჩემი კოსტუმის ერთ-ერთ ტიპში. მონეთი. რა ხურობაა? ჩვენი ზღვის მგელი უკვე გიბრალტარზეა. Hadi yine sen ne? Tam niye sen de dar git gel ya. Mama dal. Ert moyer. Kelaç. Aga tu başka dedi. Katma gat moyer. Benim de itkebotaş. Bitti. Sonra şey yapayım ben. Bitti. ჩქარა თქვენი ჭირიმე ჩქარა კაცს ურტყავენ ვინ ვის უ ვიღაცები ურტყავენ ჩემ ქმარს უფრო სწორად ჩემი ქმარი ურტყავს იმათ ისინი სამნი ერთსემდნენ წარმოგიდგენიათ აუ მაშინ ვიღაცას ყოველთვის ურტყავს და ჩვენ თუ ასე ვირბილეთ ამ დალოცვილ პურუკას ჩვენ ვიღა გამოასხობს ადი ბიჭო გეიგენ ამბავია კიდევ ვინმე სხვა არ მივაშველოთ. თუნეში წყალი ექნება, დავით.
თქვენ ასე მალე მორჩით შუბჭაგათო, ჰა? თქვენ უნდა გენახათ ისინი რა ნაცემები წავიდნენ. თუმცა თქვენ არ იკადრეთ პურის ცხობის შეწყვეტა. თქვენ მოხუცხოვდით მომეხმარდოდა, ჩემი აზრი არ გეკითხა. რომ ეკითხა? უსიკვდილოდ გიპასუხებდი, რა ვარ მოგეხმარები. დიდი მადლობა. გამოდი, დაი. შენ წამოდი. თქვენი დიდი მადლობელი ვარ ბიძია. წამოდი, ჩაგა, წამოდი. მოდი. აგერ დაბძანეთ ახლა. მობძანდი შენ ჭირიმე, მაგიდასთან. ნუ შეწუხდებით, ხომ პირს დავიბათ თუ შეიძლება. ალი აქეთ. მიხედები. ой, თქვენი რა მადლობელი ვარ ბიძია. თქვენ რომ არ დაგესწრინათ? უფრო ადრე დავსვენდი შვილო, მაგრამ ხელი არ შეუშალა იმ ვაშკას. მაშ მშვენივრად უბაყუნებდა იმ არაკაცებს. როცა ის ღვთისმიერი გასია დარაჯად, იევ ღამეს პურის სვანაერი ცხება. 15 წელია ღამის დარაჯად მუშაობს. კი, მაგრამ 15 წელი არ გიძინიათ? თქვენ პაპურა უკრემ ჯედელი თუ გაგიგია? დიახ. სადაა თუ? არ ვიცი. არის კიდეც რაღაც არის. აი ეს გახლავთ პაპურა უკრემ ჯედელი. ხო? მე თქვენი ნაკეთები ხანჯალი მუზეუმში მინახავს ბატონო პაპუნა. კი, მაგრამ როგორ? ღამის დარაჯობაზე ცდებით მერე ბატონო პაპუნა? არას არის მუშაობა გაუკოჭეს ოქროს ხელები. როგორ გაუგოჯეს? ფინინსპექტორები შეუშენ და მიადოვებიდეს. პენსია? პენსიას სირბილი უნდა, მე კი ჯომა მირჩევნია. სკამი მაინც დაიდგით, ბიძია პაპუნა მთელი ღამე ქვაზე როზე ხართ. წესი თქვა უკვე გულზე უნდა მედო შვილო, და თუ ქვაზე მოდან მოვექცევი, მაგას რა ჟობი. ბატონო პაპუნა, მოწაფები თუ ყავს. არ შეგირდები საფანისნება. ტყუილია, ტყუილია. ხო და მიწაში მიაქვს ეს მამაპაპისაგან ასწავრი ხელობა. მატანთ და წავიღებ, აბა რა ვქნა. ახლა ყველა ხანჯლის დარტყმაზეა მარჯვეთ, თორე ხანჯლის კეთება ვის აინტერესებს. ბიძია პაპუნა, თქვენი მისამართი მომეცით. შენი ძველი თბილისის ციკლი ვახტანგ უკვე ისტორიული ხდება თანდათან. კიდევ გაგერავის. ხო, აი რამდენი რამეა შენ ტილოებს ისეთ რაც უკვე აღარ არსებობს. რა დაანგრიეს. მე შენ ტილოებს ისე ვარ შეჩეული, ასე მგონია შენი სურათების მიხედვით აქ ყველაფერი აშენებული. მართლაც აბსურდია ეს უბანი ფუტკრისკები ვითრობაა დასახლებული. აქ სუმხატვრების სახელოსნები უნდა იყოს. ამ შვენიერების შემხედარი მუშაობ კაცებს. ვისაც მუშაობა არ უნდა თვითონ ისეთი არ დაელევა. რა ვიზეზე თითოეულ არ ნახე იმ ნაცრისფერ მასივში სამსონის სახელოსნო და რახები. წარმოგიდგენია. აქ რომ გარედან ყველაფერი უცვლელი დარჩეს. და შეგნით კი გაკეთდეს ნამდვილი კეთილმოწყობა. რატომ არ შეიძლება თბილისიც კონდეს თავისი მონმარტრი? ნუ თუ არავის მოსვლია ეს აზრი. როგორ არა? მაგრამ ვინ იცის როდის იქნება? და მანამდე მხატვრები არ აპირებთ ნამდვილ მუშაობა. გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო რადგან ბედად აქ გაჩენა გვერდისა შენ მკვიდრი ყველა კარგი ფეხისვა არ მოგაკლებთ სალაგობო გალობას და გილოცავთ უჩქნებ ყმაწვილ ქალობას როცა წავალთ ვინ გვიან და ვინ ადრე საფლავადაც მაგ შენს მიწას ვინ ადრე ნაომარო დედაო ერთად მიერ სიტყვას შემოგბედავო უცხო თვალით მინდა შენი დანახვა რომ დავიგო მართლა მის თანახა უსიბერმავით მხოლოდ მე მეჩვენება შენი ზეცის სილურჯე დამშვენება ყველასათვის ლეგენდა ვდარაგო გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო
გისმენთ? ნერ არ. არა, ხვალ. პრობლია. ცოტა პრობლია. აუცილებლად. საინტერესოა, მაგრამ ცოტა საზღვაოსნო ტერმინოლოგიითაა გადადვირთული. მართლა, ზურიკოსკენი გიბრალტარიდან არ გადამიადგილებია. ხვალიდან ერთი პატარა გემით ჩემს სახელზეც გამოჯერეთ და თბილისიდან ქუთაისში გადაადგილე. მივლინებაში მივდივარ, ერთი კვირით. რატო? სამსახურის დავალებით. რატომ დათანხმდი? განცხადებაზე რა გიპასუხეს? დავწერე, მაგრამ ჯერ ვინ გამიშვას. ჩაბარე? არა, ჯერ არ ხავს. აბა მაჩვენე რა დადე. სადაც მიკარგალოთ. ეხლა დავწერ მეორეს. დავრუნდები და ჩავაბარებ. ხო, ვახტანგ, აუცილებლად უნდა წახვიდე. ბრავო. თუ კი გაგზავნიან, მოვალე ხარ. საერთოდ. ჩვენი სახლი. ძია პლატონ ხვები უკვე დაუჭი. ოჯახ. ოქროს მეზობლებს სიცოცხლე. დაუმატეთ. დაუმატეთ. დავი ჩვენი სახლი. შესანიშნავია. დამცინით თუ? როგორ გეკადრე? დაბა რატომ ამბობთ? ჯერ ხომ ჩემი ბინა არ გინახავ? არ მინახავს, მაგრამ უკვე მზათა ვარ გადავთვალა. არ დაგიმალა ბატონო პლატონ, ჩემთვის ძნელია ამ პირობებში გადმოსვლა, მაგრამ რა სიზამ ხანდახან მსხვერპლია საჭირო. შენ ბინის გადამცვლელი არ ახ. დიახ, ჯერ დავათვალიეროთ, შემდეგ ვილაპარაკ. მობრძანეთ. ჯერ რამოდენიმე შეკითხვა. აბაზანა თუ რა? თავიდან ხომ გითხარით რომ არა მაქვს მეთქი. ხო, ეს პატარა ნაკლია? თუმცა რა, მთელი ეს უბანი სულ აბანო და აბაზანა არ არის. არა, აბაზანა არა გაქვს, ცხელი წყალი არა გაქვს, ეზოში რა პირობებიცაა თქვენ თვითონ ხედავთ. რა პირობები? ბევრნი არიან თორე ყველა საჭირო კაცი. აი მაგალითად, ცოცხალი თევზი დაგჭირდება, მე თევზეები შენი მეზობლებია. აბანოში ურიგო წასვლა გინდა და მე ქისაც შენი მეზობელია. ბარგის გადაზიდვა იქნება და მუშების საძებნელი არ გვეყოლება. ჩემს მეტი ჩარაც ოშვის რა უთხარი თორე ამ უბნიდან კაცი საბურთალოზე გადავა. აი მართლა. მობძანით. მიბძან. აბა, მიბძან და რა. გინეცალე დედა. გააღიდე და პირი გააღიდე. ალო. მოგხედება. ბავშვს რაჭმევდი ვერ დაგინახეთ. აი ეს გახავთ ჩემი ბინა. ეხლა მე ამ წუთში გამოვალ. ალო, გისმენთ? ანჟელიკა? ეხლა დავდა. მე თევზის გოგო ვარ. ცოტა არეულობა გვაქვს, რემონტს ვაპირებთ. მობძანე. აი ამ კედლის გახდა თუ შეიძლება. ამისი? როგორ არა, ერთი წუთი უნდა. არ არის ახლა საჭირო. მებდანით. აი, აქეთ სპალნა გახლავთ. მეხმობდე. ძალიან მეუხერხულება. გთხოვთ. ცოტა ანგრეულები ვართ არ შეგეშინდეთ. გთხოვთ. გამაგელი. აი, გამაგეძო. არ გამაგიშო. კარგი რა. ბავშვებო, გადით ყველანი გარეთ. ჭერიდან განათება რომ იყოს. ეს ოთახი სახელოსნოს გამოდგება. მით უმეტეს ეს კედელი იხსნა. სახელოსნის სული ბრძანდები? ნეტა ამ ოთახში ჭერის ახთა თუ შეიძლება. ალბათ შეიძლება. სულახტილი არ არის? გუშინ უშანგის დაბადების დღე რომ იყო. დოლგარმონმა მართლაც რომ ახადა ჭერი. რა თქმა უნდა შესაძლებელია. იცით მე თანახმოვარ. ოღონდ რაც შეიძლება მალე უნდა გავაფორმო. მაგაზე როგორ შეგაწუხებთ? ბავშვები გავიდნენ გარეთ. ახლავე. აღარ დარიყო რა. აბა ბავშვებო. ეზოში არის და. მამიკო ხომ გითხრათ, გადით გარეთ, რამდენჯერ უნდა თქვენინოთ. ნუ გამაგიშებთ. აი, ვაშკაცი ქალი ჩანხართ და ვაშკაცურად მითხარით, რამდენი უნდა დაგიმატო. ოღონდ იმდენი მითხარი, რომ შევწდე.
თქვენ თვითონ იცით რაცაა საჭირო, ამიტომ თქვენ თვითონ ბრძანეთ. არა. ჯერ თვითონ თქვას. ბატონო პლატონ, თქვენ კარგად იცით ორივე ბინა რასაც წარმოადგენს, ჩემიც და თქვენიც. თქვენ არაფერი არ შეგეშლებათ, მაგრამ არ დაგიმალავთ. არც მე ვარ გაუცვიცნობიერებელი. ვინ არა ხარ? მოდი პირდაპირ მითხარი რამდენია საჭირო. ანგარიში ძმებშიაც მოდის. რამდენი რამეა საჭირო, ამას ვინ მოსწრის, მაგრამ აბაზანა ხომ აუცილებელია. მე თქვენ ბინას აბაზანა რომ გქონდეს, ერთ წუთსაც არ დავფიქრდებოდი. მე რა მერე ის რომ ასეთ ანგელოზით ქალს ვინ მოგატყუებიებს? მე თვითონ არ მოგცემ ამის უფლებას. ამან აბაზანიანი ბინა მოგცეს, შენ კი უაბაზანო მიაჩეჩო? ახლავე გაცვალეთ ბინები და ხელწერილი დაუწერე, რომ ერთ კვირაში აბაზანა მზად ექნება. რას ბრძანებთ? რისი ხელწერილი? გააკეთებს. პლატონ ისეთი ბიჭია, რომ ყველაფერს გააკეთებს. სხვა რომ დუქანში მანაც იხდის, ამან ორი უნდა გადაიხადოს. აბა შენ ახლა გადი აქედან. აი მე ხომ არაფერი მithქვას. მოდი ერთხელ კიდევ შენი პირით მითხარი, რა არის საჭირო? რა აღარა ხართ თანახმა? არა. თანახმა ვართ, თანახმა. ბინა შენია. ამიტომ ფასად შენადე. გინდა ოთუს ბირს დააფასებ, გინდა მუქთად გადააგდე. მოკლედ შენ თხოვლობ აბაზანის მიშენებას და მეც არაფერს? არა, მე კი არ თხოვლობ. ეხლა არ გამაგიჟო. აბაზანა თუ ექნება თანახმა ხარ? რა თქმა უნდა. უკანასკნელად გაფრთხილებ, კარგად დაფიქრდი. რა არის საფიქრალი? დიდი მადლობა. ვაი მე რას აბრძანებ? პირიქით, მადლობა მე უნდა გითხრა. მოიცა, ამანაც გითხრას და შენც უთხარი. მანქანაზე ნუ შესრულდებით. აი მანქანა არ გამყავს. მუშებზედაც არ დაგაგონებ, მე ვიქირავებ მუშებს. გმადლობ, ბატონო პლატონ, დიდი მადლობა. ვაი მე რას აბრძანებ? ერთი პატარა სათხოვარი მაქვს კიდევ თქვენთან. ბრძანეთ. აპუნა ოქრომჭედლის ბინას ხომ არ მაჩვენებთ? შეამოვნებით აი აქვე ცხოვრობ ჩემს გვერდით. დამობრძანეთ. ეს გაკატო, ეხლა რა ამცალია შვილები, სხვა დროს გაკატო, ეხლა არ ამცალია. მაშინ ფოკუსები გვაჭირდება. ფოკუსები შეიძლება. გამარჯობა თბიძია პაპუნა, მიცანე? როგორ არა შილი, მოგზავნით. აი, ვაი, პლა. აბა, დაიწყე, ჩქარა, უსტაკი. ასე სააღდგომო ბატკანებით, როგორ მოგყვები ეს ბერიკაც. ღმერთო ჩემო, ძია პაპუნა, ასეთი ნამუშევარი ბალიშქვეშ უნდა იდოს თუ მუზეუმში? წინათ შვილო, ყარაჩოღელებს წელზე ერთად ხომე თავისი დასამარხი ვერცხლის გამარ. მეც ჩემ დასამარხად შვილო, აი ეს ხანჯალი მაქვს შემონახული. ისე მართალი რომ გითხრა, სიცოცხლეშიც ბევრჯერ გამომადგა ხოლმე. ნუ თუ ჩხუბში ძია პაპუნა. არა. როცა გავცეცხლები ხოლმე, ამას დავხედავ და დავშიძდები. დიდი ხნის წინათ პაპუნაძე ერთ ფილმს გამოუძახია და უთქვია, შენზე ცნობებია მოსული, ოქროსთან აგაკ საქმეო. ერთი შენ რა უპასუხე უთხარი? ოქრომჭედელი ვარ და ოქროსთან მექნება საქმე. აბა შენთან რამე საქმეა მეთქი. მაგარი არა. მოგზანდით? რა ნამუშევარი? პაპუნა ოქრომჭედლის ნამუშევარი. პაპუნა ოქრომჭედელი ცოცხალია და ახლავე აგიახლებათ. ეგა ეს რასტოვრები ფონდია.
ისი ხარ შენ? პლატონას. დიალ სახლის ისად ბრძანდება. მალე მოვა. სახლისი, მალე მოვა. რომ მოვიდეს, უთხრით ხალათი და ჩუსტების შემამიტანოს. ვიღაცა კაცი მოვიდა, დედა იკითხა, მე უთხარი ახლა მოვა. ბარას შევიდა და ბარნა. შავი წყალის პალტო აცვია. ანუ აღდა მღერის. რომ მოვიდეს ხალათი და პირსახოთი შემომიტანოს. ჩუსტებიცო. შედი ოთახში. შედი ოთახში. ახლა გოგო შენი მეზე დავდავე ბავშვები ჭუარა გაკ სადახტი სად ბავშვები სად მხეცები ხართ მხეცები და რა ხდება გამარჯობა დავდიჟდე კაცო ერთი პირა არ არის რა ბინა მიმიღია ჩემ აბაზანაში მე თვითონ არ მიბანავია მოსულა ვიღაცა აყვარი და გესმის? გერის! კი, მაგრამ არ მესმის, რატომ მილიციას არ ეძახით? აი, ჩემი მილიცია და ჩემი პროკურატურა. ისახოთი, ხალათი! გაო. კაშკას ხალათი რა თულა? გამოდის რომ ცოლის ხალათს ამხობს. ესე იგი ცოლს მაგინებს? მოკლავ მაგისი! გამოდი გარე! გამოდი! გამისი დაგანარეთ! ყოფილა. დაიღუპე? სადა? ეკა მეიდანში. ვაჟებს პროსპექტი. არა, მეტეხის ხიდისკენ. დაღლილი ვარ დასვენებო. მოისმენე, ისე როგორც არასოდეს. საიქიოში? ჯერ ძველი თბილისის ქუჩებით გავიაროთ რა. ექსკურსია. შეთანხმდით? მეტეხის ხიდისკენ. ქალბატონმა გაიმარჯვა. ორასწორი იყავი ვახტანგ, როდესაც ამბობდი მხატვრები აქ უნდა ცხოვრობდნენ. ამის შემხედვარე იმუშავება აბარას იზამნა. გახსოვს? არა. რა არა? არ მახსოვს თუ ამბობდით, რომ ფიქრით ალბათ ასე ფიქრობთ. წარმოგიდგენია ვახტანგ აქ რო ცხოვრობდეთ სადმე. ვინ გაღებსებს მაგ ბედნიერებას? ვინმე რო გაგიცვალოს ფინა? რომელი სულელი წავაკეთან საბურთალოში? მართლაც. მაგრამ ხომ შეიძლება მეტი ჩარაცოუშვილი ყავდეს? აი ცოლშვილზე არ მიფიქრია. მეზობლები? ცოცხალი თევზი გინდა? მე თევზი შენი მეზობელია. ბარგი გაგადასაზიდი, მუშასათებარი არ აკყავს. აბანოში გინდა ურიგოთ, მე ქისე შენი მეზობელია. უნი პირდაპირ ვინმე შეუვარდე ბინაში და აქ დავსახლდეს ამოდამოდ. აი ახლა აქ, მარცხნივ და გააჩერე. სად მოვიყვანე? მოთფინებითა შენი. გამარჯობა. პაპუნა ოქრომ ჯეტილი რო აქ ცხოვრობს, იცი? პაპუნასთან მოვედით სწორად. აკადემიაში რომ მიიწვიეს და შიგირდებიც მიაბარეს? გადასარევია ზო არა ვახტანგ. რამდენაირი კოლორიტია. შეხედე. შესანიშნავია. სხვა რომ არაფერი 11 ენა მაინც უნდა ისწავლო, რომ ყველა მეზობელს თითო სიტყვა უთხრა. დილაობი, სოფელივით სულმამლების ხივილი ისმის. შეხედე ვახტანგ რა ხედია. ზღაპარია, ნამდვილი ზღაპარი. თუნდაც მაინც მითხარი ვისთან ვარ ცდომად. შენთან. ეს ყველაფერი თქვენია ძირფას. და მეც თქვენი სამუდამო სტუმარი ვარ. მოგიტყვებია საწყალი პლატო. შენ ხომ გჯერა რომ მე არაფერს არ მოვთხოვდი. თვითონ შემომთავაზა აბაზანის გაკეთებას და ბარგის გადმოზიდვას. მაგრამ შენ რა იცი პლატონა? თვითონ არ ახსენე წავა. ხო, აღარც კი მახსოვს.
ახლა ცილაპარაკონ რა არა პრაქტიკული ცოლი შეხვდა ვახტანგს. სხვათა შორის ეს კედელი იხსნება და უზარმაზარი სახელოსნო გექნება. შენ ხარ პირველი მხატვარი, რომელიც დასახდა თბილისის მომავალ მონმარტრზე. ხომ ამას ნატრობდი? ახლა რაღაც მოიმიზედებ, ჩემო კარგო, უნდა დაждდე და თელებურად იმუშაო. ასეც იქნება, როცა გავთავისუფლდე. საიდან? სამსახურიდან. გესმით? ანჟელიკა აქ აღარ ცხოვრობს. როგორ არ ცხოვრობს? ანჟელიკა გასულია, საღამოს დარეკეთ. გახსოვს, რამდენს წუწუნებდი არ გამიშვებენ სამსახურიდან, არ გამიშვებენ. მე? შეგიძლია მაგოთ. შენ აღარ ახარ იმათი თანამშრომელი. რა? არ გჯერა ხო? სულთან ხუთავივით დავადეკი თავზე შენს დირექტორს. ვახტანგს განცხადება არ დაუწერიო. როგორ გეკატრებათ, მე დამიტოვა თქვენ გადმოსაცემად მეთქი. წამოვედი, ვიპოვე შენი დატოვებული განცხადება და მიუტანე. იცი რა მითხრა იმ ტუტუცმა? გამოსულელებულა თქვენი ქმარი. შენ ადგილას კუკური დანიშნეს. მეტის ღირსიც არ არის, ასეც მოუხდება. ასე რომ შენ თავისუფალი ხარ. გესმის ძირფასო რა ბედნიერება, თავისუფალი. შენ ხუმრობ ეკა. ზურიკოს გეფიცები. რომელ ზურიკოს? შენი მეტიჩრობისათვის რომ ყველაფერი უნდა მოაკლდეს ცხოვრებაში, იმ ზურიკოს მეფიცები რა? რა უყოთ ვახტანგ, ცოტა გავიჭი. მამა რომ ისე სოლის კმაყოფაზე ეყოლება, იმ ზურიკოს მეფიცები არა? ქურთს გავყიდე ინსტრუმენტს. როდემდე შეიძლება ითმინოს კაცმა შენი სისულელეები? აღარა ვარ მხატვარი, შეიგნეთ, ყველამ შეიგნეთ. მაშინ დაბრძანდი აი ამ აივანზე, შენ მეგობრებთან ერთად, სვით 8 ნომერი ღვინო, უმტკიცეთ ერთმანეთ დიდი ქართველობა, გრძელ სადღეგრძელოებში და შემდეგ თითქნეს შენი სულელური ყვავილების ასლები. ყვავილები თუ არ გაწყობს. შენი სალატრელი მამლების ყივილს რომ გაიგონებ ამ ბოსელში. იმისი ჩახოხბილი გაუკეთე, ბიც! სადილად! ატუნი, ატუნი! ატუნი, ატუნი! შენ ალბათ ჩემგან ბოდიშს ელოდები. თუ აუცილებელია ჩათვალე რომ ბოდიში უკვე მოგიხარ. შენ გონია სამსახურს მივდირი? მე თქვენთვის მინდოდა, თორემ ჩემთვის იქიდან წამოსვლა ბედნიერებაა. ამდენი ხანია სერიოზული აღარაფერი მეკეთები. აღარც კი მჯერა, თუ რამე კიდევ შემიძლია. შენ სხვა ძვერი რამ არ გესმის. რამდენჯერ გითხოვს, აღარ გიყვარვა. შენ გინდა მთელი ცხოვრება ჯვარისწერის პირველ დღეს გავდეს. ასე არა ძირფასო. თუ დამიჯერებ, მეთქე შენი ნაოჭები უფრო მეყვარს. ვიდრე შენი სახე 20 წლის წინ. მაგრამ ცხოვრება ისე გლის რომ ყოველთვის ახტაცებულ მეჯნურად ვეღარ გამოიყურები კაცი. შენთან ყოფნა ბედნიერებაა, მაგრამ ძნელიცაა. შენ ხომ ყველა ადამიანს შესვამ ხოლმე, სადღაც ზევით, რაღაც უსაშუალო სიმაღლეზე და არც კითხულობ არის თუ არა იქ მისი ადგილი. არა და? არც აძლევ იქიდან ჩამოსვლის ნებას. შევედი ჩემთან. პასუხის ღირსიც აღარა ვარ. მე შენ გითხარი ის, რაც არასოდეს არ მეთქვა შენთვის. შემოდი. შემოდი მეთქი. ასე რა. სულელი ვარ რომ კილოლიაები. სულელი ვარ რომ მობრუნდი. შენ ფეხი არ ქენავს ახლა შეგაცა. არ დაიჯერო. არც ერთი სიტყვა არ დაიჯერო, რაც აღარ გითხარი არ? გამარჯობა. შენი თოლი გამოგზანა? ბიანინ უნდა წავიღოთ. Добро. Один. Времени один кер. Один. Это больно страхо. Один. Добро. Добавить, а? Зур, добавить, да, доктор. Бинвар. Тафур, али, хамиф ка, тафур. Али ка, да, бина. Али аку декам. ვახტანგ გარჯობია ნამდვილად დაუკრა. თუ არ შეწყვეტებია. მართლა დაუკარით რა.
ახლა წავედი ჩემ ბარტყებთან აკადემიაში. ხვალ ისევ შენთან ვიქნებ. კარგი. კარგით რა, მოდი თქო, სადით მოსული. მე ნახეთოთ რომ კაცი მუშაობს. ვა. გადაითამაშა. დაშუბიშ. ამას ითამაშე. რეგრელის ვედი არ არის. მამა, ერიმენ გრევაცხის. გაუნა ის. ბეკა! რა მოხდა, ჩამოიგრა? არა, ნუ გეშინია, მე თვითონ მანგრე. გამოდი, არ დაგეცეს. ნუ გეშინია. გამოდი. კედელი მომანგრია მხოლოდ. ორი ოთახი რო გაერთიანდება, ინახავ რა სახელოს ნუ გექნება. და შემდეგ ისე სულ უბრალოდ თეთრად შევღებავ კედლებს. მეც არაფერს არ გავაკეთებ. შენ ამისთვის ვერ მოიწლინე. კი, მოკლედ. ამჟე. აბა მოგიდა. მოდი აი ესე დადგე. აი ასე. რა მაგარია. გრამოფონია? აბა მოусმინეთ. ეს არის პატეფონი. შაბაშ. აპუნა უფრო მჭედელი აღარ არის. მოვჭეთ არა? დაღამდა. ახლა კიდევ რა უნდა გავაკეთოთ? როგორია წესი?
წესით თან უნდა წაუხსნით ჭიქას. სად? თუ თადარიგი სახში არაა დაჭერილი. ჩემი მეუღლე სამწუხაროდ ავადაა, თორე როგორც თქვენ ბრძანეთ, ყველაფრის თადარიგი იქნებოდა დაჭერილი. მაშინ დუქნების მეტი რა არის? ამაში და ჭიქით. პაპუნას მისი მეგობრები უწოდებდათ. ვის აღარ არის, იქ შეხედოთ და იქაც ვისვლა-მოსვლა არ დაკლებოდეთ. იქაც თუ ისევ ვისვლა-მოსვლა, კაც ვეღარ დაუსვენია და ეგა. ყველაფერს ნუ გაამასხლებ. არა თქვენ არა მე ახალი აგიაზრდები და არ შემიძლია. ხომ უნდა შეხედოთ შემთხვევაში, მე არ შემიძლია. არ რავითარ შემთხვევაში. მართლა მეორეთ მოთლა ხომ არა? ყველაფერი გადახდილია. მათქნევინეთ. წინათ ხომ ყარაჩოხელები თავის დასამარხ კამარს თანატარებდნენ. ასე პაპუნამაც ერთი ზარნიშის ხანჯალი შემოინახა. ის ხანჯალი მუზეუმმა იყიდა, ასე რომ დღეს თვითონ პაპუნაა ჩვენი მასწავლებელი. ბიჭი. პაპუნამ თავის უკანასკნელ გზაზედაც ყველასაგან დაუმადლებლად, თავის ხარჯითი არა. ეკა. ვახტანგ, რა მოხდა? არაფერი. აბა სიცხენი რატომ ადექი? მეზობლის ბიჭმა მითხრა აქ არისო. ისე რომ იცოდი რა კარგ დროს მოხვედი. უკეთეს დროს ვერ შეერჩევდი კაცი. ბოდიში. რადიოგრამ მოვიდა ხოლმე ზურგუსკები ჩაგვდის. რას ამბობ? დღეს ვერ უნდა წავიდეთ ბათუმში. ვერ შეხვდები, შენ უნდა დაწვე. მოდი ერთი წუთი. ვერ დავრე. უხერხულია. ეკა. ეს კაცი მართლა კაცია. ხმარია დედას პიცა. ხსოვნაი. Всего доброго. Пока. До свидания. Петя. Мама моя. Здравствуйте, Петя. Здравствуйте. Понимаете, братцы, вижу... Ой, спасибо. Вижу, идете швартоваться. А ветер-то юго-западный. Но как только подали швартовый, душа улеглась. Ну ладно, всего доброго. Пока. Пока. Приезжайте к нам, Петя, обязательно. Спасибо. აი ეს არის ქართული კაცის ბედისა და უბედურებაც. რაზეც ბრძანებთ? უზომონი ვარ ჩემბატონო ყველაფერში, ჭირშიც, ხილშიც, შრომაშიც, ნიჭიერებაშიც და უსაქმრობაშიც. პოეტის სიტყვები რომ მოვიშვილიოთ, ნიჭიერება საკუთრება კი ნუგონიათ. ნიჭიერება მხოლოდ ცეცხლად მოგვცა განგებამ. აი ხედავთ? რა შეიძლება ამბობთ, რადგან შეიძლება ორი აზრი არსებობდეს ამ მშვენიერებაზე. რა შესანიშნავი თვალდახედვა, ფერების შეხანება, ჩვენი ქალაქის თავისებური ხედვა, დიდებული რამ არის. ნიჭიერებას ბოლომდე უნდა დახარჯვა მშვენიერ ქვეყანაზე. ხმაწილო. მე რომ მკითხოთ, დამისხეთ სიამოვნებაზე. მე რომ მკითხოთ, სისხლის სამართლის კოდექსში სპეციალურ მუხტს შევაწერნებთ. ყოველი ადამიანის
ყოველი ნიჭიერი ადამიანის უქმად დაკარგული ყოველი დღისათვის უმკაცრესი სასჯელის გათვალისწინებით. რა ხრის დახრეტილი იქნებოდი ახლა შემობიძინა? ამ ოჯახში სუფრაც კი ხელოვნების ნიმუშია. ნამეტანია გენაცვა. გავარჯობოთ ქალბატონო. შემოვახტანք. ეს ხანწები სადავაწყო. მაგილაზე, ოღონდ? ეს ჩიტის საკენ კი არ გამისრის. ამით ვქეიფობთ. ზურიკო. დააწესე ბაშა. ეს რა იქნება? ბუტერბროდი უნდა სამსონს. ერთ დაждომაზე ბაკანს ათევს. დედა სულ სხვანაირად წარმოედგინა ყველაფერი მამიკო. მე მაგ წარმოუდგენებმა შემიწირა მე. დავინჯერე. ნუ გეშინია ვახტანგ, ნუ ღელავ, ყველაფერი რიგზე იქნება. მე ახლა ვეწავალ ყველაფერს მოვიდა. ყველა ახკაცებული შენა. მოიცა, მე წავალ. რა შესაძლოა? არ ვიცი. გაგორე. ზურა. ჩემთები და ღვინოზე გაიქეცი. ოღონდ სწრაფად. ანჟელიკა. თანჯერაზე გვაწვია. აუტანე. ფერსი დაწყა აუტანეზე. კარგია. აბა შენიცი. აზრშვილი, რას დამაჟებოთ? ზურიკო, მოდი აქ. ვიდეო, აცი გაქვთ ღვინოს საძებარი. აგერ ერთი ბოცა მაქვს. დალების მეტი არაფერი არ უნდა. არა, ბატონო, მოვხდები. მამაშენს უთხარი. ნაშაქრარი და ნამამაძაღლარი არ გაგონოსკო. შევი ვენახის სრემლები ათქო, სუფთა. აბა, წაგებულია თუ მოგებული მე ვიცი. ჭირიმი შენი. მე უთხარი არ მინდა ბატონო შენი არაფერი არ მინდა. ჩემი ჰონორარი მომეცი. დიახ. მე მინდა ვადრეგდელო ქართველი ქალი. იცოცხლებ ბატონო ბიძინა გენაცვა. ისე და ქალი. როგორც ყველა დიადი გზნობის წყარო. ქალბატონეგა. მადლობთ, ბატონო ბიძინა, მადლობთ. წყარო სიყვარულის. წყარო ეთილშობილების და ერის დიდების წყარო. მამაკაცის ვაჟკაცობის წყარო? დიახ. წყარო მამაკაცის ვაჟკაცობის სარი.
თქვენ რომ ახლა ვინმე მკითხოთ რა მუშაობთ, ცოლმა თეთრი თბილის გამოსვლა, რა? რატომ? იმ შენ წამოსვლამ მეთქი. რა სასტიკად ცდებით? თქვენ უნდა უთხრათ? არა ბატონო. პირადა სამსახური რაშუაშია თვითონ მე ვარ მისი გადამრჩენი. არა, ხთი რა. არ ვიცი. მე ვეტყვი ვახტანგი ნამდვილი შემომქმედია და სხვანაირად ვერ შეძლებდა. გუგაცავთ ხალბატონო, მარჯობათ. ინებეთ. მომილოცავს. დღეს ვამარტია და უნდა შეგატყოთ. ხომ არ გექნებოდათ რაიმე სურვილები ჩვენი მსმენელებისათვის? გთხოვთ. სურვილები როგორ არა? სათქმელი ალბათ ძალიან ბევრ ქალს აქვს. რაც შეეხება 8 მარტს, პირადად მე ამ დღეს ყოველთვის უსიამოვნო შეგრძნება მაქვს. გმადლობთ ხალბატონო. მამაკაცებისათვის ქალების მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის არ ვამარტო უნდა იყოს. გმადლობთ ხალბატონო. გმადლობთ. მე ჯერ არ დამთავრებია. ძვირფასო მამაკაცებო, როცა შეხედავთ თქვენი მეუღლის დაღლილ და დანაოჭებულ სახეს, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ის გოგონაა, რომლისათვისაც თქვენ წინათ ღამეები გითენებიათ. ზოგს ლექსებიც გიწერიათ. იქნებ უნიჭოთ, მაგრამ გულწრფელად და ზოგჯერ ღამით გიტირიათ კიდეც. სიცოცხლის გახანგრძლივების პრობლემებზე დრო მუშაობთ. სიყვარულის გახანგრძლივებაზედაც იზრუნეთ ცოტა, თორემ უსიყვარულო. ხომ გახსოვთ? უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე. არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ. იცით? ყოველი ჩვენგანი, ყოველი ადამიანი რომ ფიქრობდეს სწორედ იმ მიზეზებზე, რომელიც